მორჩა, UFC-ში აღარ დარჩა არც ერთი დაღესტნელი ჩემპიონი. ვიმეორებ, არც ერთი აქტიური და პრინციპში ერთი პოტენციური ჩემპიონი. UFC 320-ზე ვნახეთ ბიგანკის პერფორმანსი, რომელიც წუთსა და 20 წამში გააგორეს. ბრძოლის მერე ამათ ხომ მიზეზები არ ელევათ. როგორც კი ბრძოლა მორჩა, მაშინ თქვეს რომ თურმე 20 დღით ადრე ანკალავის ნეკნი ჰქონდა დაზიანებული და ამიტომ ვერ იჩხუბა. პრინციპში უკვე მივეჩვიეთ რომ ჩრდილოერი მეზობლები როდესაც მას ხდებიან, რაღაც სისულელემ უნდა მობოდონ. თუმცა ის ნარატივით წამოვიდა რომ მოდი ვაღიაროთ რომ ანკალაევი არასდროს ყოფილა კარგიო. მე ეს კაცი დიდად გულზე არ მეხატება, მაგრამ სამართლიანობისთვის უნდა ვთქვათ რომ ტიპი რომელმაც ბოლოს 2018 წელს წააგო პოლ კრეიგთან. მაინც ერთ-ერთ ტოპ გრეპლერთან ამ წონის ისტორიაში. ნუ ხო, კრეიგი ფეხზე საშინელი იყო, მაგრამ მიწაზე ჭამდა ტიპებს. კაც 7 წელი წაგება არ ქონდეს და ჩემპიონობამდე მიდიოდეს, ვერ იტყვი რომ გაუვარდაო. მაგრამ რაც და როგორც არ უნდა იყოს, ტენდენცია იქითკენ მიდის რომ დაღესტნელების ერა სრულდება და აი ეს ბოლო ბრძოლაც ამის მაგალითი იყო. რჩება ერთი გადამწყვეტი ბრძოლა ნოემბერში. შანსი ერთი შეხედვით ბევრი არ არის, მაგრამ მახაჩევის წაგების შემთხვევაში ნამდვილად შევძლებთ ამის თქმას. ამ ვიდეოში მინდა განვიხილო, რატომ არ არის ხელწამოსაკრავი ბრძოლა ჯეკ დე ლა მადალენასთან და რა შანსები ექნება ავსტრალიის დაღესტნელთან. ამ ბრძოლას დარწმუნებული ვარ არავინ არ გამოტოვებთ და ისეთ ლეგენდარულ ჩხუბებს კი იცით რომ ჩემ ძმასთან როგორც ერთად უყურებთ ხოლმე. მოკლედ ბევრი რო აღარ გავაგრძელო, მოდი დავიწყოთ. არის თუ არა პრობლემა ისლამისთვის ჯეკთან ბრძოლა? ჩხუბი რომელიც Madison Square Garden-ში გაიმართება ნოემბერში UFC 322-ზე, ბევრ რამეს გადაწყვეტ სამომავლოდ. It's hard to expect anything, you know. I definitely feel like he will test the feet, you know. I think it's going to start on the feet and we'll go from there. But yeah, I think he's going to try and mix it up. I think he's going to probably try and get on the wrestling early, I'd imagine. კოეფიციენტები რომ შევამოწმოთ, დაღესტნელი ძალიან ფავორიტია. ანუ დაახლოებით 70%-მდე გამარჯვების შანსი. ცოტა ნაკლები. კი, გასაგებია რომ ისლამზე ლაპარაკი, მაგრამ ჩემთვის სუბიექტურად და ეს ვიდეო ზოგადად თლიანად სუბიექტური იქნება, მეტნაკლებად დაახლოებით 50-50-ზე. ნუ 50-50-ზე თუ არა, მადალენას ჩამოწერას ესე პირდაპირ არ მივესალმები. კაი, მოდი ახლა ნელ-ნელა გავუღვათ. პირველი მიზეზი. ისლამი ახალ ზედაწონით კატეგორიაში გადადის. უელტერი მადალენას ბუნებრივი წონაა. ბუნებრივად უფრო დიდი და ფიზიკურად ძლიერი მოწინააღმდეგეა. ნუ ისლამის ფავორიტობა გასაგებია მისი გამოსტილებიდან და უნარებიდან გამომდინარე, მაგრამ ეს სხვაობა მაინც რა ვიცი. ადრე როცა ვოლკი ადიოდა ისლამთან, დიდი ანდერდოგი იყო, მაგრამ ნუ კაი, ეგ გასაგებია. ჯონ ჯონსი რომ დაბრუნდა და გან შეხვდა, ცოტათი იყო ფავორიტი. რაც ვნახე და გადავამოწმე, სემ პიერი როცა დაბრუნდა და ბისპინგთან ავიდა და ეჩხუბა, იქ საერთოდ ის აუთსაიდერი იყო. ასე რომ ვინც არ უნდა იყო, წონის შეცვლა მარტივი არ არის. სხვანაირი დიეტა, წონის აკრეფვა, ახალი რეჟიმი, თან მახაჩევმა როცა ქამარი გაავაკანტურა და წონის ცვლილების პროცესი დაიწყო, ხაზგასმით თქვა რომ კუნთური მასის მატება მიჭირსო. მაგრამ ახლა რა ვიდეოებიც ვრცელდება სოციალურ ქსელებში, ჩანს რომ მასა მაგრად აქვს მომატებული და კაი ჯანზეა. მაგრამ ეს მასა მთლიანად კუნთია თუ წყალი, ეგ ერთი შეხედვით ესე დასადგენად რთულია. შეიძლება ვცდები, მაგრამ ახლა როგორც ვიცი დაახლოებით 86 კილოგრამამდე იწონის. მაგრამ მოკლედ ველტერში ახვიდე და ამდენი კუნთის მასა მოიმატო, მარტივი საქმე არ არის. სტილისტურად რა საფრთხე შეიძლება მოდიოდეს მადალენასგან? პირველ რიგში ჯეკს მშვენიერი კრევი აქვს. ჩვევად აქვს ქვევიდან დარტყმა, რომ თან ნებისმიერ დროს მზად იყოს სფროლისთვის. ანუ საშუალებას იტოვებს, რომ მოულოდნელი ტეიქდაუნის დაცვის ცდელობა ჰქონდეს. აი მუღამში რო შედის, მერე ცუდი ჩვევების ეხსნება და თავს დაბლახრის ხოლმე და ემანდ სადმე ისლამა ვოლკანოვსკივით ჰედკიკი არ გაუტაროს. აი მერე აღარ ვიცი რა უშველის. საფად იყენებს, სუფთად მოძრაობს, ჰედ მუმენტი ჩვენიერი აქვს. გარდა ამისა, ისლამზე გრძელი ხელები აქვს. და ეგ დისტანციის მართვაში წესით დიდ უპირატესობას მისცემს. ისლამის მეტოქეებისთვის ყოველთვის თავარი იარაღი იყო ხოლმე კრივი. დასტინ პორიემ ბევრი კარგი მომენტი დაიჭირა, მიუხედავად ისლამის აგრესიული სტილისა და გაუჩერებელი ჭიდაობის. ვოლკანოვსკიმაც პირველ ბრძოლაში კრივის დისტანციაზე დიდი დარტყმები გაუტარა. ისლამის ერთადერთი მარცხი სწორედ ამ დისტანციაზე მოხდა, როცა კონტრშეტევაზე დიდი დარტყმა გაატარა. მაგრამ ეგ პრინციპში აუთენტური არგუმენტი არ არის, რადგან მაგის მერე ძალიან ბევრი რამე შეიცვალა. ხო და მოკლედ, აი ამ ყველაფერს ხო მადალენა სათავისოდ გამოიყენებს. ნუ თუ მოგება უნდა გამოიყენოს. ხო, ბევრი წავიკითხე რომ ისლამი პატარაა ძაანო და მარტო მაგიტომ მოუგებს ჯეკიო, მაგრამ რო რამე ბელალის ზომაა, მაგაზე პატარა ნამდვილად არაა და ზომაში ამხელა უპირატესობა მაინც არ იქნება. კრივზე ამდენი კი ვისაუბრე, მაგრამ საბოლოოდ ჩემი აზრით აზრი არ აქვს.
მეეჭვება მახაჩევმა ამ დისტანციაზე გაცვლები და ჩეხაობა დაიწყოს. ადგება და პირდაპირ ფეხში შეუვარდება. ისლამი როცა ცდილობს დისტანციის დახურვას და მისი საყვარელი იარაღის ტაილანდური კლინჩის გამოყენებას, ჯეკის გაბარიტები შეიძლება პრობლემა აღმოჩნდეს. ეს კლინჩი დაღისთვის ბევრ ბრძოლაში მუშაობდა, მაგრამ ამ შემთხვევაში რამდენად გამოუვა არ ვიცი. ნუ კაი, დადგნენ ფეხზე, იყო გამოცვლები, დაიცვა ერთი ტეიქდაუნი მადალენო, დაიცვა ორი და მერე შეუვარდა ფეხში მახაჩევი და წააქცია. აი მერე რა ხდება? მანდ ბევრი ვარიანტი არაა და მე მგონი თქვენ თვითონაც ხვდებით დიდი ალბათობით რითი შეიძლება დასრულდეს ეს ყველაფერი. მაგრამ აქაც გარანტირებული არაფერი არაა. მადალენას ჭიდაობა და დაცვა ბოლო პერიოდში თვალსაჩინოდ გაუმჯობესდა. ბოლოს ეს ბელალთან ნახეთ, მაგრამ ეს არ იყო ბელალის საუკეთესო ბრძოლა და თან იგი მახაჩევი არაა. ამიტომ არც ეს ამთლად ქვადარკინა არგუმენტი. არ გაურბის ჭიდაობას, პირიქით ხან თავად ცდილობს კონტროლს. აი ერთი რაც ცუდად მოხდა თვალში, ბელარი როცა იჭერდა კედელთან და კონტროლს ცდილობდა, იმის მაგივრად რო ანდერჰუკები ეძება და აიღო, ტრიალდებოდა და ზურგს აძლევდა. აი ეგ რამდენად კაი იდეა მახაჩევთან, არ ვიცი. მაგრამ მაგ მომენტშივე მე აზრზე რომ მოვიდა, მოტრიალდა ჰუკებიც აუღო და პოზიცია მოიგო კიდეც. ისეთი კატეგორიის სტრაიკერი არ არის, ვინც მიწაზე აღმოჩენის დროს აგონიაში ვარდება და აღარ იცის რა ქნას. წესით აქტიურად იბრძოლებს პოზიციისთვის. საერთოდ არ არის გამორიცხული, თავადაც სადოს გდება. დაახლოებით იგივე მეთოდი რა, რაც ვოლკანოვსკიმ გამოიყენა ისლამის წინააღმდეგ. მუდმივი წინააღმდეგობა, ძალის დემონსტრირება და პირიქით მცდელობა, რომ აქეთ შესულიყო ფეხში. იცით ამ ორ მებრძოლს რა ერთიანებს? კრეიგ ჯონსი, სხვათა შორის მადალენას, კრეიგ ჯონსი ეხმარება. ჯონსის დახმარებამ საკმაოდ გააუმჯობესა მადალენას უნარები მიწაზე. ასწავლის რომ პოზიციაზე ყოველთვის უნდა იბრძოლონ და არა უბრალოდ დაიცვან თავი დაჭერილი მდგომარეობიდან. ასე რომ კრეიგ ჯონსის რჩევებით, გაუმჯობესებული დაცვით, კარგი კრივით და ისლამის წონის ცვლილებით, ქაღალდზე შეიძლება ვიღაცაებმა პირიქით მადალენას მიუწერონ ფავორიტის სტატუსი. რა თქმა უნდა, ისლამმა უკვე დაამტკიცა, რომ ზოგადად ამ ორგანიზაციის ისტორიაში არის ერთ-ერთი საუკეთესო და შეუძლებელია გამორიცხო, რომ ვერავა ზედაწონაში და მადალენას ვერ მოუგებს. როგორც უკვე ვთქვი, მე მგონია, რომ ეს ბრძოლა ცოტათი თანაბარია, მაგრამ კოეფიციენტები საერთოდ სხვა რაღაცას გვეუბნება. აქამდე ბევრი ისეთი ვიდეო ჩამიწერია, მაგალითად ეს იყო ოლივეირაზე, რატო არის ოლივეირა საშიში, ომალიზე, რატო იყო ომალი საშიში. უბრალოდ განვიხილავ, როგორ შეიძლება ერთმა მებრძოლმა მოუგოს მეორეს. მეტი არაფერი, სანამ რაღაც კომენტარს დაწერთ, ეს არაფერს არ ნიშნავს. მაინც გეტყვით, რომ პირადად ჩემთვისაც ისლამია ფავორიტი. მიუხედავად აი იმ ყველაფრისა, რაც ამ ვიდეოში ვილაპარაკე, ვიღაცამ იარაღი რომ მომადოს და მითხრას, აი ხა თუ ვერ გაარტყა, ვინ მოიგებს. მოკლავთო ისლამზე დავდებ სონს. მეც ასე ვიზავ. უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ დიდი სენსაცია არ იქნება ავსტრალიელმა რომ მოუგოს. ნოემბერში კაცმა ერთის რა მოხდება, სულ მოუთმენლობდები ამ ბრძოლას. ამ წლის ყველა კაი ბრძოლა პრინციპში ჩავამთავრეთ, გინდა ქართველების და გინდა უცხოელების. და ერთი ეს ბენგერიღა დარჩა და ერთ სულ მაქვს მოვიდეს ნოემბერი. დღეისთვის სულ ეს იყო. თუ მოგეწონათ ვიდეო, გამოიწერეთ არხი, მოიწონეთ ეს ვიდეოს და კომენტარებში დამიწერეთ თქვენი მოსაზრებები და წინასწარმეტყველებები ამ ბრძოლასთან დაკავშირებით. აბაჰე და აბაჰო.